იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს აი წმინდა ევთიმესა და ათონელის და წმინდა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებას და მათ მოღვაწეობას 8 წელს საქართველოს ისტორიაში, რომ ფაქტობრივად მათ საქართველოს ისტორიის კულტურული მოღვაწეობა არა მხოლოდ სულიერი, არამედ კულტურული და ესე ვთქვათ სასულიერო ლიტერატურა და სხვა სიმაღლეზე დააყენეს. ფაქტობრივად ეპოქა შექმნეს. აი შეიძლება უწოდოთ მას ათონელთა ეპოქა. რუის ობნისის ძეგლის წერაში აი გიორგი მთაწმინდელის სეული თქვა და ეს შეგონებები, რომლის მან საქართველოში ჩამოსვლის დროს აქაურ სამღვდელოებას, მეფეს ბაგრატ მეოთხეს მისცა ფაქტობრივად ეს კანონები საფუძვლად დაედო შემდგომში რუის უბნისის აი ამ ძეგლის წერის მთავარ კანონს, სადაც ზნეობრივ საკითხებზე არის საუბარი. ყოველ ოთხშაბათს 18 საათსა და 5 წუთზე ღვთისმეტყველების საათი წამყვანთან დეკანოს გიორგი ხანთაძესთან ერთად. ღრმაი მოხუცებულობით შემკული და ჭაბუკის სიბერითა გამშვენებელი ეს სიტყვები კიდევ ცალკე განმარტებას საჭიროებს, ვინც იცის სულიერი თვალსაზრისით რას ნიშნავს სიბერე, ბერობის სინონიმია შეიძლება ასე ითქვას და მოხუცებულობა გონების რას ნიშნავს. მისთვის უფრო ნათელია რას მიანიშნებს, რომ ესეთი 11 წლის ადამიანზე ამბობს ღრმაზე გიორგი მთაწმინდელზე ამას.